ზოგიერთი ადამიანი არის ხელისუფლებაში, რომელმაც საქართველოს ისტორია არ იცის, მართლა არ იცის. და მინდა მათ შევახსენოთ, რომ საერთოდ ჩვენი ქვეყანა, როდესაც იყო დაქუცმაცებული, ერთიანდებოდა მაშინ, როდესაც იყო მსოფლიო დიდი კატაკლიზმები და ამას ჩვენ სარგებლობდით. ეხლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დღევანდელი მოცემული სიტუაციიდან არის სრული ფანტასტიკის სფერო. მაგრამ ერთადერთი თუ რაღაცა შეიძლება მოხდეს, განვითარდეს პროცესები, რომ ჩვენ აღვიდგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, სწორედ აი ამ პროცესებს უკავშირდება, რომ ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული კატაკლიზმი მოხდეს, მაგრამ ამისათვის ჭკუით უნდა მოვიქცეთ. კლავაც აქტუალობას იძენს ჭაბუ ამირეჯიბით ცნობილი ფრაზა ჭკუით ქართველები. და მე მინდა შევახსენო, ხელისუფლებაში მყოფ ზოგიერთ პირს, რომელსაც ნამდვილად არ დაესიზმრებოდა, რომ ხელისუფლებაში მოხდებოდნენ, მაგრამ ერთი ადამიანის წყალობით მოხდნენ, რომ გაითვალისწინონ, რომ ისინი არიან ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და არა რეალურად რომელიღაცა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და თავიანთ განცხადებებში იზამენ იმას, რომ ჩვენ ის შანსი, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა აღვიდგინოთ, ეს შანსი დაგვაკარგინონ.